19 ნომრით კი გიორგი გაზდელიანი, ბესი კარველაძე გუნდის თავარი მწვრთნელი. თესეუს მოთამაშეებმა შეიყვანეს ბურთი თამაში. თესეუს ნომრით გიორგი მგელაძე იცავს, 7 ნოდარ ქურცაძე, 10 ალექსანდრ. მათი კომაგობა რა თქმა უნდა იქნება მნიშვნელოვანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდისათვის. გადარჩა უპირატესობა არის თესეუს მხარეს. სატურნირო ცხრილში ხიანიძემ მოაწოდა აქ ქურცაძის გადაცემა. ზვარაშვილია ბურთით და ირღვევა თამაშში. ეს არის საქმნელად. ხაბალაევი შეასრულებს დარტყმას როგორც ჩანს და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდი და ბოლო წლების ერთ-ერთი პაუზების რაოდენობა. კუხიანიძე გაითავისუფლა თითქოს თავი და არ იყო აქ ჯარიმა როგორც მიუთითეს არბიტრებმა. ძალიან კარგი ერიში უკვე PSV-ს შესრულებით და ამასობიან ახლა ბურთი გადაიტანონ PSV-ს ნახევარზე. ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა კურტანიძემ. აქ აუცილებლად მაქსიმალურად შეუტევს ხაბალაევი კაფაში უკვე. აქ თესეუს მოთამაშეებმა კაფაში უკვე. აქ თესეუს მოთამაშეებმა პირველი 10 წუთი უკვე გავიდა. აქ კოპლატაძეს შეუძლია PSV-ს დაწინაურება და მგელაძემ იხსნა. ნიკოლოზ კოპლატაძე ბურთით, აქ შანსი გოლის გატანისა და ხედავთ თუ რა თავგანწირულოთ. სვანიძე კარგად თამაშობს ჩალაძე არტმევაზე, ახალაია დარტყმა და სარდანაშვილი. გაზდელიანი შემოტრიალდა ჯარი. აქედან გატანა შეიძლება. სვანიძეს შეუძლია რომ წონასწორობა აღადგინოს ლევანდოს შეხვედრაში და ეს სვანიძემ სხვაობა ყოველ ერთქულიანია ტაბლოზე. ასე რომ ყოველი გოლია თავისი გუნდი და არაერთი მნიშვნელოვანი გოლის გატანაც შეძლო ამასთან ერთად. თესეუს კაპიტანმა ძალიან უკან პასი ახალაია სწორედ ბურთით ბოლო წუთი დაიწყო. ამ ბოლო წამების განმავლობაში შეიძლება რისკი მაინც და მაინც არ გასწორის და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 3-2 PSV იგებს პირველი ტაიმის შემდეგ მინიმალური სხვაობით აქ თესეუს ბლობა და არც ერთმაც არ შურს რომ ჯარიმების რაოდენობა იყოს მაღალი. აქ კოპლატაძე იყო. როგორ განვითარდება მომავლენები ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორივე გუნდისათვის. კოპლატაძე დაცდილობდა ინიციატივა აიღო საკუთარ თავზე და არც ეს მომენტი და ეს მონაკვეთია გამონაკლისი ამ კუთხით. აქ შეიძლება ის საკმაოდ დიდი წნეხი რაც მათ კართან და მათ საჯარიმოსთან იყო გასანეიტრალებელი აქვს გუნდს. აქ კი საერთოდ მოიხდინა PSV-ს და პრინციპში მოახდინა კიდეც და თავადაც კი იყო ახლოს გოლთან. უჯენ ჯორჯიანს, არმიას და კესეუს ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი უჯენ ჯორჯიანს, არმიას და კესეუს ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი აქ უკვე ინიშნება ჯარი. ნახეთ რა ბრძოლა ამ ბურთისთვის და ირღვევა თამაშის წესი, გოლი გავიდა. ჩალაძე გაითავისუფლა თავი, ძალიან კარგი გადაცემა დარტყმა და ბარათი კიდევ ერთი ვიხილეთ როგორ ჩანს. მე მგონი თევზაძემ მიიღო გაფრთხილება, აქ უკვე თევზაძის წინააღმდეგ დაირღვა. სიგუნავა კურტანიძე დარტყმა, მგელაძე უფლება ბურთს. სიგუნავა თამაშობს კარგად. თევზაძე და სიგუნავა თამაშობს კარგად. თევზაძე და ფინალისტი გუნდისა. ორაგველიძე მითამაშა აქ ძალიან კარგად. დაცვაში PSV-ს გოლის გატანის შემთხვევაში შეუძლია ფაქტობრივად გადაწყვიტოს შეხვედრის ბედი და გახადოს სხვაობა ორბურთიანი. ეს შეტევა შეიძლება აღმოჩნდეს მსგავსი
წარმატების მომტანი PS მოახდინონ და დიდი როლი ითამაშონ თავისი გუნდის წარმატებაში ხაბალაევი. და აქაც მერვე ნომერი მოიქცა ყურადღების ცენტრში. აქ დაირღვა თამაშის წესი. ეს სეზონის განმავლობაში TSU და PSP მიიჩნეოდნენ მეოთხე ადგილის მთავარ პრეტენდენტებად დარტყმა და გაიტანა. გაოთ იმისა, რომ ორბურთიანია სხვაობა TSU-ს დრო ნამდვილად რჩება იმისთვის, რომ ამ შეხვედრის გადარჩენაზე იზრუნოს კუხიანიძე 5 სახიფათო იყო ეს დარტყმა ხაკაძე და კიდევ ერთი გოლი. შეხვედრის დასრულების შემდეგ იქნება შემდეგი სურათი. სატურნირო წყვილში ამ გუნდებს შორის აქ ინიშნება ჯარიმა და ეს ფაქტობრივად უკვე